აბასაც წავიდოდით, დავუბრუნდით ეთერში. იანოდარია ჩვენთან ერთად, მაგრამ ვიდრე მასთან დავიწყებ საუბარს, ერთ განცხადებას გავაკეთებ, კიდევ ერთი ძაღლი დაიკარგა და მე იმედი მაქვს, რომ ეს ბოლო ძაღლია, რომელიც წელს დაიკარგა და აწი აღარ დაიკარგება საერთოდ ძაღლები. 17 დეკემბერს მუხიანში დაიკარგა ძუ, ანუ დედალი, კურცხაარი, ძაღლს ჰქვია ჯენა. როგორც პატრონებს ვერ სანადიროთ არის გამოუსადეგარი თავისი ასაკის გამო. ანუ ხანდაზმულია ცოტა. თუ სადმე შეხვდებით, დაარეკეთ შემდეგ ნომერებზე 599-21-08-77 და მეორე ნომერი გვაქვს 5-14-20-84-48. ჩვენს Facebook-ის გვერდზეც განთავსებულია ჯენას ფოტოები. იმედია, რომ ძაღლს გამოუჩნდება, ძაღლს იპოვნიან და დაუბრუნდება პატრონსთან. კიდევ ერთხელ იმის იმედი მაქვს, ზიანოდა რომ ეს ბოლო ძაღლი იქნება, რომელიც 2013 წელს დაიკარგა. თუმცა ეს უფრო სურვილის მონეზია. ჩემპიონი შახარი დიმა ძალიან ბევრი იკარგება ბოლო დროს რაღაცნაირად პატრონებმა უნდა მიეჩვიონ დამძაღლების მიხედვას, თორემ მართლა ვერაუდივართ ამ დაკარგული ძაღლების გამოძიებნის განცხადებების რთული სიტუაცია ნამდვილად. მეორე მხარეა ის, რომ სურველები არიან რეალურად ძაღლის შვილების. კი, კარგია. და ვინც ხარ ძაღლის შვილების სურველები, ნახეთ როგორი პატარა. საყვარელი არსება ყავს აქ. გოჭი. მაგაზე ეხა მოვყვები ერთ სახალხო ზღაპარს მაგარი. ეგ არის ეს არის საერთოდ საოცარი ეს არის ზღაპარია მოვყვები ეხა დავიწყებ ესე იგი მამა ყავს მაგას ლაბრადორი. დედა ყავს კოკერ სპანიელი. როგორ მოახერხეს მე ნუ მეკითხებით არ ვიცი. პაპირები არა ვაფერი. მე შეგატყედა იმით. პაპირები დამასწრო. მაგრამ სამწუხაროა ისე რომ ნუ ეს დედა ცხადი ამ ხელა დიდი ძაღლი ვერ მშობიარობას გადაყვა, მაგრამ ნუ დარჩა რვალეკვი. რომელიც პატრონს რა იქნა, გადაწყვიტა მოეშორებინა, მაგრამ გამოჩნდა კეთილი ადამიანი, მისი მეზობელი, რომელმაც ეს რვალეკვი აიყვანა და წაიყვანა თავისთან, სადაც ყავდა ძუ ლაბრადორი და ძუ კოკერ სპანიელი. ამ ორივე ძაღლმა ეს რვალეკვი მიიღეს და ორივეს თუმცა არ იყო იმ მომენტში არ იყო ორივეს გაუჩნდა რძე და გაზარდეს ეს ლეკვები ისე რომ ამ რვა ლეკვიდან 6 უკვე გაჩუქებულა და კარგ პატრონს ყავს დარჩა 2 ეს ერთი და მეორე გოგონა რომელიც სახშია ამაზე წერტოკლე ჯო არ ხო ამაზე ნამდვილად ატყდება იმიტომ თან ამ ისტორიის ზე ჩავდა არის ეგეთი ბევრჯერ გამიგე კატა ლაბრადორს რომელიც ანუ ახსენე ადრე კნუტები ყავს გაძილი მაშინაც რძე გაუჩნდა ასე რომ ხდება ეგეთი მომენტები არის ეგეთი დედობრივი ძაღლებში ხშირად არის და ნუ აი დავამთავროთ ეს სახაზლო ზღაპარი ვიშვილოთ ეს შვენიერი ძაღლი აი სად ამისი და ასე დამთავრდება მათთვის ეს სახაზლო ზღაპარი გარდა მაგისა მაგის ოჯახში კიდე ცხოვრობს აგერ 3 თვის ძალიან კარგი და ჭკვიანი აი როგორ დაწვა და აგერ ხმას არიღებს თავისთვის არის 3 თვის არის გოგო რაღაც საოცარი შეფერილობა პანტერას და რაღაც იმას რაღაც ეგრე ვეფხს თუ რაღაც ტიგროვის როეძახ ხო სულად ვიტყვი ვეფხისებრი ხო და მოკლედ ამასაც თუ იშვილებთ კარგია ნომერს მოდით ჯერ ნახოთ აი ამ პატარა ლეკვის არა სიუჟეტი აღარ იქნება ნომერი ხო ნომერი ერთი და იგივე ნომერი აქვს ერთი ოჯახია აი ნომერი თქვენს ეკრანებზე ხო ნომერი იქ არის დაურეკონ ბატონი თემური ქვია ამათ პატრონს ეხლანდელი ვინც არის ამათი პატრონი და ვინც აჩუქებს და თუ დაეხმარებით ამ ლეკვებს რომ ძალიან კარგი იქნება ნუ მით უმეტეს იმ ზღაპრიდან გაჩენილ ლეკვს ძალიან კარგი 5-7-2-227-8-32 სწორად ხედავ კი ბატონო ჩაიწერეთ ეს ნომერი და ვიცი რომ სურვილები გამოჩნდებიან იმიტომ რომ ჩვენს ფენეხომე გადაცემის დამთავრების შემდეგ ბევრი ადამიანი და ძალიან კარგია რომ წინ პუდელი შავი პუდელი რომ მოვიყვანეთ თუ გახსოვთ წყლიდან რომ მოვიყვანეს ისიც ნაშვილებია უკვე ასე რომ ხის თორე წვალებად მაინც რა საბოლოო ჯამში კი ვიცი რომ ეხა იღლები მაგრამ ტელეფონი უკვე რაკავენ ამ ნომერზე ჩვენს კამერებს მიღმა ორი ტელეფონი უჭირავს და პასუხობს სურვილებს ძალიან კარგი ასე ესეც ერთი ზღაპარი ეხლა გადავიდეთ მეორე ზღაპარზე ეხლა რეალობაზე გადავიდეთ ზღაპარი ის არის ძალიან ბევრი მწერს სახალხო პეტარდებისგან შეშინებული ძაღლების შესახებ ნუ გადავწუდე მეჩვენებინა წავედი ლაბრადორთან 6 წლის ლაბრადორთან და ვიმუშავე ეს სიუჟეტში გამოჩნდება როგორ ვიმუშავე არა ნუ იქ ჩაწერეთ იმაზე კომპიუტერში შორიდან დავიწყეთ შორი ოთახიდან მე ახლოს მოვიტანეთ ეგ ყველაფერი გამოჩნდება სიუჟეტში მე კიდე დავილაპარაკებ სიუჟეტის მე ეს მართლა სერიოზული პრობლემაა
და ყველაფერს მოიცავს ზაღლის ზოგად ნერვიულობას და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი რაც არის ეხლავე მინდა უთხრა ყველა პატრონს ვისი ზაღსაც ეშინია ამ დროს. არასდროს არ მოეფეროთ, არც ეჩხუბოთ ზაღს, როცა შეშინებულია. გარდა მაგისა, როცა იმალება მაგიდის ქვეშ, სკამის ქვეშ, საწოლის ქვეშ, ის მაგი და სკამის საწოლი აიღეთ და გადაიტანეთ სხვაგან, რომ მას არ უნდა კონდეს სამალავი, ეს სამალავი ხელს უწყობს მისი შიშის გაძლიერებას. და იმ მომენტში და რომ მიხვდება, რომ დასამალი აღარსა და შეეცდება, რომ იქ სადაც არის, იქ შეეგუოს და მე უკვე თქვენ თვითონ გაართეთ ეს ზაღლი, ბრძანებებით, თამაშით, რავი, რიფის გინ. შოულებრივად, ვითომც არაფერი არ ხდება, ზაღმა თუ შეამჩნია, რომ შენ არ გეშინია და არ ნერვიულობ მის გამო, ყველაფერი იქნება კარგი. ესე როგორ გიყურებს ეს? რა გინდა შენ? ისე ეკეთები ადამიანების ბავშვებისთვის პრობლემა არის. მე საერთოდ მინდა რომ ეს აკრძალო იმიტომ რომ რასაჭიროა ეხლა აკრძალო არ გამო ალბათ ჩვენი საქმე არ არის მაგაზე ალბათ სიუჟეტი მინდა რომ ნახოთ როგორ იმუშავეთ ხო ნახოთ რა ჩემს ოქჭერს ბავშვობიდან რომ ეშინე ხმაურის ძალიან და ეს დაიწყო რამოდენიმე თვის რო იყო მე მქონდა აკარაკზე კისტის თოფი და მაგას რო ვისვადე ეშინოდა მაგის და მაგის მერე ნებისმიერ ბუშტის გახეთქვის და ეს ნებისმიერ ხმაურის ძალიან შეშიება ახალ წლებზე ძალიან დიდი პრობლემაა იმიტომ რომ ეს თეთქდება ეს მაშხალები და ისინი შედის ეს უიმალება ხოლმე ნაბასანაში რა განკალებს და მოკლედ დიდი ისე პრობლემაა აქარო და პრობლემა მითხრეს რომ აი ესეთ გადაცემა არის და შეუძლია რომ დაგვეხმარონ და ეს პრობლემა მოკლედ აღმოფხვრას და დავეხმაროთ იმასაც დავეხმაროთ და ჩვენც გვეშველება როგორც კან გარეთ გავიყვანთ ბოლოს და ბოლოს რომ გარეთ ვეღარ გავყვას უკვე ზამთარში ესეც ისევ დიდი პრობლემა არის და იმიტომ ეს გადავწყვიტე რომ დავუკავშირდეს ზიანოდ არის და გვიშველოს მოკლედ დავეხმაროთ ამ პრობლემას მომოჯოს რა სიტყვებს ეუბნებით რომ მოვიდეს? მოდი. დაიწყავთ ხელზე თუ როგორ? მოდი. დაჯიკი. 6 წლის ახლა უკვე რა დრო შენი შიშებია ხა? დაჯიკი. კარგი ბიჭი. ვაი ცოტა გაწვნის პრობლემები გვაქვს. ყარათ არა გამჯდარი ბრძანებები და იმიტომ მინდა რომ რაღაცნაირად სახში ისევ სახში იგნოს თავი. კამერის შეეშინდა ხო? არა უშ. მოდი. შენ ბიჭო კამერის თუ გეშინია ბათქაბუთქის უფრო შეგეშინია. მოდი. აი. მოდი. ო, კარგი ბიჭი. აჰა. ნელ-ნელა ეჩვევა, ხო? ხო, დაწიკი. ვა. შენ რა მაგარი ხარ, ჰა? ხო, ეხლა ნელ-ნელა. ყველა ნელ-ნელა. შო. მაგის მეცემებში. კაია რომ მაგიდის ქვეშ არ ზურება, ან სადმე ტახტის ქვეშ საწოლის ყველაზე. გარბის ტუალეტში. ეს ყოველი გაყვანის დროს ეს ენერგიულობს ხოლმე. ზოგადი ნერვიულობის ამბობენ. და ხშირად ქოშინებს აი ეს სხვადასხვა დროს. და აი ესე უცხო ადამიანზე ხშირად აი როგორც ახლა კამერაზე ხონდა რეაქციები, ხშირად შვება ეგეთ რა. ეხა ეს სანამ დაწყვეტება, ამას საერთოდ ყურადღება აღარავინ აღარ უნდა მიაქცია. და გარეთ როცა გაკრავთ ასე თუ დაიწყო ხტუნაობა ამის დანახვაზე. ეს დაკიდეთ ისევ თავის აგიგოზე და წამოდით სახში. უნდა გაიგოს რომ ეს ხტუნაობა არ ჭრის. კოშინ დაწიკი. სანამ კოშინს არ მორჩება არაფერს არ ვაკეთებ. დაწიკი. მერე ხანდახან უბრალოდ გამოიღეთ დაიგდეთ გვერდზე რომ იცოდეს რომ ამის დანახვა და გარეთ გასვლა არ არის ისინი რა ერთდროული მოვლენა. ეს თქვენი ნივთია, პატრონები თქვენ ახართ, როცა გინდა მაშინ აიხებთ, როცა გინდა მაშინ დაკიდეთ. ეს ამას არ ეხება. ამას ეხება მარტო ბრძანება რომ წავედით გარეთ იმ მომენტში. ხო? მოდი შენთან. დაჯიკი.
სახში ძალიან ბევრი მოშოება მოგვიწია. აგზნებულია ძაღლი, ნერვიულობს. ამის დანახვაზე გაგიჟდა დაიწყო ხუტუნაობა ფართხალი. გასროლის ხმაზე ძალიან ანერვიულდა და კარებს ეცა რომელმე სადმე გაქცეულიყო, ვეცადეთ დაგვეწყნარებინა. ნაწილობრივ დაწყნარდა. ეხლა ვცდილობ, ეხლა ვცადოთ გარეთ გაყვანა და იქაც იქნებ ცოტა ენერგია დახარჯეს, რომ უფრო დაწყნარდეს და უფრო ნაკლებად მიაქციოს ყურადღება, თქვათ მსროლას. ხო, ან რაღაც სხვა ხმაურს. ეხლა გავალთ გარეთ. განაგრძეთ, კარგია, არაფერი, არ გაჩერდი, წადი. აი ხომ მაგას გიხსნიდი, უყურე სანდრო. შენ ქაჩა უკან და უკან უფრო ძლიერია, გადაკაჩავს. გვერდულად, მოდი აქეთ. აი ეგრე ნუ ეკაჩე, ეგრე მოკაჩავს, აზრი არა. არა, ხო და მაჩვენე. შენ ქაჩავ დიდხანს ქაჩავ, დიდხანს კი არ მოკაჩავ. ერთი ცალი და всё. არ მაინტერესებს. მიუწევთ საშუალება, ეს რა არის, იცი? თუ ესე დაიწყო ფართხალი, მიუწევთ საშუალება ენერგია დახარჯოს. თავს ყოფს მიუშვი თვითონ. აი ახლოს მიდი, ხო ვეღარ გამოძრებ. აჰა. უბრალოდ გადეკ ერთ ადგილას. არაფერი. არ გაყვე, გაჩერდი შენ. всё. ამას თადე წამოიყვან. კაია, ფართხალებს იყავი შენ, ესე გაჩერდი. ოფეხი არ იტკინა. აი ეს ჯაჭვის, ვინ მოიგონა ეს ჯაჭვის საბელები რა. თუ დაგჭა ის ქათამი მიეცი ცოტა. ოღონდ იმის მერე რაც ეთქვი რომ დაჯდეს. არ შეიძლება რომ აქეთ შემოიყვანო რამენაირად, თუნდაც დიდხანს ქაჩო, გზაზეა და გაგექცევა. ცოტა მეტი ენერგია რო დახარჯოს, ცხადია გარეთ უფრო მეტი ენერგიას ხარჯავს ვიდრე სახლში. ძალიან ბევრი ფართხალა შეეშინდა რამდენიმე სხვებმა სისროლეს ჩვენგან დამოუკიდებლად, გარეთ ბავშვების სულის ვიან ახალი წელი მოდის. ეშინია ჯერ კიდევ ეხა ენერგია დახარჯა, ეხა ისევ სახში ავიყან და ვნახავთ იქ როგორ მოიქცევა, უკვე შედარებით ენერგია დაცლილი. აბა ნახეთ. ცოტა ეშინია, თუ გავართობთ, ეგეც დაავიწყდება. გავართეთ, არც პატარეთი არა. დაჯიქი? კარგი ბიჭი. აჰა. დაწიქი? აი ეს პირველ ჯერზე საკმარისია, მე კიდე უფრო და უფრო დაწყნარდება. დაწიქი? აი დავაწყნარეთ, არ ეშინია სროლის. ცოტას კიდე ნერვიულობს და კიდე აქცევს ყურადღებას, მაგრამ ნელ-ნელა ეს ყოველდღიური ვარჯიშით იმას ვიდავთ რა მოვაშთობთ ამ ნერვიულობას. ეხლა ამისთვის თავარი არის ქათამი, არის რა იმისი ქათამი. არ აინტერესებს არც სროლა, არც არაფერი. თითი არ მომაჭამო. ესე იგი, ჯერ ქათამი რომ მაჭამო, მეც არაფერს არ შემეშინდება. ეხლა მაგარი ამბე დავუბრუნდით ჩვენ. ესა რომელსაც ძინავს და ამის ახალ სიზმარში ეხლა ხედავს რომ იშვილა ვიღაცამ და პატრონი გამოუჩნდა, ამის სიზმარი ახდა და მეორესიც იმდენი ზარია რომ დაждდა იქ ტელეფონი და ესეც ნაშვილები არის. გავაშვილე. მარტო ამიტომ ღირს რა, მართლა გეუბნები ძალიან მაგარი ამბავი მოხდა ამას. ძინავს ოღონდ მე მგონი ხა იმდენი ხალხი რეკავს რომ მე მგონი ქრისტინე ანაგონიათ ეს. არა, მარტო ძაღლია ამ ხალხო. იმდენი ხალხი რეკავს რომ რა ვიცი. ქრისტინე რო ჩაეძინა ნახე. კარგია. კარგი, ნოდა, ეხლა ისა. ეს არის ბიზნეს იდეების დღე. მიხტანეთ ეხლა ისა? მიხდებოდა რაღაცასი. ნოდა, ისე შენ ეხლა როგორ თვლით რომ ეს დამთავრდა იმ ძაღლის პრობლემა? თუ უნდა სულ რაღაცა აქტიურად არც დაწყებულა, იმიტომ რომ ეს პირველი დღე ზოგადად არის ზაღლი კიდე ბევრი სავარჯიშო აქვს, ბევრი სამუშაო აქვს და ეს მე მგონი რომ ეხა კი ბატონო კი იმ ჩაწერილ კომპიუტერზე ჩაწერილ პეტარდებს გაუძლო, მაგრამ მე ნამდვილ პეტარდებს და მთელი ღამე რო იქნება, ალბათ მაინც ვერ შეიკავებ. შეგეწვი არ იქნება. ხო, რომელი არ იქნება. ნუ წელს შეიძლება ნაკლებად, მაგრამ მაინც ინერვიულებს. იმედი მაქვს მე ჩემი რჩევებითაც და თვითონაც თუ მოინდომებენ, მომავალ წლამდე უკვე დაწყნარებული იქნება და აღარ შეეშინდება. ეხლა სულ იმას ვნატრობდი, ამას რომ ჩემ ნემოს რომ მივუყვანო, იმას ისე უხარიას პეტარდები, რომ ამასაც აიყოლებ და დაიწყებ. იმას უხარი. იმას უხარი, გარბის გამეშვით, გარი გაუშვებ, ბავშვებში დარბის, ისინი იწვრიან ეს.
ხტუნავს. ისე მონადირეები არ გაწუხებენ? აი თოფის სკოლაზე ხო მონადირე ძაღლს ხომ უნდა მაინც ადაპტირება. არ არის ეგეთ შემთხვევები არ ქონია? არა, რა ვიცი. ანუ მაგაზე ხო ანეკდოტები არის. წავიყან. არა, თოფს რო ისწრიან ხო მიჩვეო ხო უნდა მონადირე ძაღლს რომელიც თუ მას გიზახ შეგაგან. ეგ უდმითლებს კი, როგორ შევაჩვიო ზოგმა პირდაპირ ლეკვი მიუყვანეს თუ რა ეგრევე ყურთან გაუსვლა და ის ცხოვრებაში მონადირე აღარ იქნება აღარ არსებობს. დაწყალი ხო და ეხლა რა უქნაო მეკითხება რომ რაღა უნახავს ეხლა. მაშინ უნდა გეფიქრათ ხო. ეხლა სროლა ასწავლე და ინადიროს. შენ შორს უნდა გაისროლო, მე რაღაცნაირად იმ დროს ათამაშო ევარჯიშო, მე ცოტა ახლოს ყურთან რო გაუსვლი. დაღლიკა ლომში ეშინდება და რა ვიცი. ყურში მე პროდიუსერი რომ მიყვირის ხოლმე გული მისკდება და. აი მაგალითად. ასე ვაღარ ძახთან მუშაობა კიდე დიდხანს. სხვა. ძახთან კიდე ბევრი მუშაობა მოგვიწევს, დანარჩენებმაც იქნება აი ეს გაითვალისწინონ რა რაც არის, ბევრს აქვს ეს პრობლემა და რამენაირად იქნება. კიდევ ერთი პრობლემა, რაც ზოგადად ოჯახებში არსებობს, ჯერ პირველი ის ბავშვის დაუტოვა და მეორე პრობლემა არის ხოლმე ის ძაღლების დაუტოვა. ნუ ბავშვი როდესაც გარკვეულას აქვს აღწევს, არის საშუალება რომ მიაბარო ბაღში. და თურმე თბილისში უკვე არსებობს იმის საშუალება რომ ძაღლიც მიაბაროთ ბაღში, არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენ სიუჟეტში ყველა დეტალს გაიგებთ. კინოლოგიური ბაღი ბალტო უკვე რამოდენიმე თვეა რაც ფუნქციონირებს. დასაწყისიდან თავიდან ბაღის იდეა იქიდან გაჩნდა, რომ ჩვენ უკვე მრავალი წელია რაც ამ სფეროში მოღვაწეობთ. ჩემი მეუღლე არის კინოლოგი ინსტრუქტორი, ჩვენ თვითონ ძალიან გვიყვარს ძაღლები და მთელი ცხოვრება რამოდენიმე ძაღლი ყავს და სულ მოკლედ კონტაქტი და შეხება გვაქვს ძაღლებთან და საერთოდ ამ სფეროსთან. და აი ამ კინოლოგიური სკოლის არსებობის პერიოდში ყოველთვის ჰქონდა მომხმარებლის გამოთხოვნა, რომ ყოფილიყო ესეთი მსგავსი ტიპის სერვისი. ძალიან დიდი დრო მიაქვს, ძალიან ბევრ დროს საჭიროებს. იმ კატეგორიის პატრონებისთვის, ვისაც აქვს დატვირთული სამუშაო გრაფიკი, აი ზუსტად აი ამათთვის არის მორგებული ეს სერვისი და ძირითადად მათზეა გათვლილი. რვა საათზე ჩვენი მძღოლი იწყებს ძაღლების სახლებში ჩამოვლას და აკრეფას. ესენი უკვე 8 საათზე გამზადებულების კარებთან დგანან და ელოდებიან. განმავლობაში ესე იგი მათ აქვთ მკაცრად განსაზღვრული გრაფიკის, გრაფიკი გაწერილია. ყველა ძაღლისთვის არის ინდივიდუალური ეს გრაფიკი. ანუ როდის ჭამს, რომელ საათზე სეირნობს, რომელ საათზე აქვს ესე თქვა თავისუფალი დრო შეუძლია დაიძინოს, შეუძლია ითამაშოს. მაქსი მოვიდა, გაჭმელი მოვიდა. თქვენ ცოტა ხანში გაჭმევთ. მოდი მაქსი, მოდი. მოდი ჩემი ჭკვიანები, მოდი. ემი, აქ. ყველა ძაღლს აქვს ინდივიდუალური ხასიათი, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ხასიათით. მაგალითად, დუბო არის ჩვენი პირველი მერცხალი, დასაწყისიდანვე დადის ჩვენს ბაღში. დუბო არის განსაკუთრებულად ჭკვიანი. ყველა ჭკვიანია, მართალია, მაგრამ ეს სახლი არის განსაკუთრებულად ჭკვიანი, განსაკუთრებულად ინტელექტუალური. უყვარს გიждდება, როცა ყურადღების ცენტრშია და სულ ცდილობს ყურადღება მიიპყროს. ძალიან უყვარს კამერები. გიждდება ფოტოსესიებს. თავისი ზომის მიუხედავად აქვს ძალიან განსხვავებული ხასიათი აქვს. ის არის ასაკით ყველაზე დიდი, 5 წლის არის და ბევრი უფრო მეტად გამოცდილიც არის სხვათან შედარებით, ამიტომ ესე ვთქვათ, ყველას მამიდაა და ყველას დეიდაა, ყველას ჩაგრავს. მიუხედავად იმისა, რომ ტანი ძალიან პატარა, ეს არის გლუბეწვიანი ფოქსტერიერი, მას 2 და 3 ზომით დიდ ძაღლებთანაც კი შეუძლია თავისი ინტერესები დაიცვას მყარად. შეიძლება მაქსი არის ყველაზე ხულიგანი, ძალიან მოუსვენარია, ძალიან დიდი ენერგია აქვს.
ვერ ხარჯავს ამ ენერგიას. ყველა ძაღლს აი ძაღლი რო წავა და ნებისმიერი წავა დაწოვა დასაძინებლად, მაქსიმ მიდის აღვიძებს, უნდა ყველას ეთამაშოს. ერთი წამით არ ასვენებს არავის, მაგრამ არ ძალიან საყვარელი და ძალიან თბილი და კეთილი. მაქსი ბოქსიორი მას შეუძლია იწვეს 1 საათი 2 საათი გაუნძრევლად იძინოს ძალიან მშვიდია მაგრამ ყველაზე დამახასიათებელი რაც აქვს გიждდება სათამაშოებზე შეუძლია ყველა სათამაშო მოაგროვოს თავის ლოგინში ჩაალაგოს დააჯდეს და არავის არ მიცეს ბავშვი როცა მოდის ძაღლი ვასწავლით პირველ რიგში ვასწავლით ბრძანებას ადგილზე და ბრძანებას და გვერდით სიარულს და ვსვავთ განრიგში ვასწავლით სახში რო არ მოისაქმოს. როცა ძაღლი ცხოვრობს ჩვენთან ოჯახში, ჩვენთან ერთად ძაღლს აუცილებლად უნდა ქონდეს ადგილი. ხშირ შემთხვევაში პატრონი ირჩევს ადგილს, ისე როგორც მაგას აწყობს, მაგრამ ეგრე არ ხდება, იმიტომ რომ არსებობს ენერგეტიკა, ცუდი ენერგეტიკა და კარგი ენერგეტიკა. ძაღლი გრძნობს კარგი ენერგეტიკას. და შეიძლება ის ადგილი არ მოეწონოს და აითვისოს სხვა ადგილი. ამიტომ უნდა გადავიტანოთ ის ადგილი იმ ადგილზე, სადაც ძაღლმა მოირჩია და არა ჩვენ ავირჩიეთ ის ადგილი. ხშირ შემთხვევაში ეგრე ხდება. მინიმალური ასაკი საიდანაც ბაღში შეიძლება ძაღლი მოხდეს, ეს არის 3 თვე. 3 თვე გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პირველი მოთხოვნა და აუცილებელი კრიტერიუმი, რომ ბაღში ძაღლი მოხდეს და მივიღოთ, არის ის, რომ უნდა ქონდეს მას ვაქცინაციის სრული კურსი ჩატარებული, ეს არის კომპლექსური და ცოფის ვაქცინაცია. ცოფის ვაქცინაცია 3 თვედე ასაკში არ კეთდება, ამიტომ ეს არის აქედან გამომდინარე, არის სწორედ ეს მინიმალური ასაკი. რიგში ვამოწმებთ აქვს თუ არ გაკეთებული კომპლექსური და ცოფის ვაქცინები ჩატარებული თუ აქვს. ამის შემდეგ უკვე ხდება ძაღლის შემოწმება. მოწმდება ტემპერატურა, ლიმფური, ლორწოვანი გარსი, ასევე კანი მოწმდება. ძალიან ბევრი ძაღლი ყავს, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს და აქ დიდი კონტაქტი როცა არის, დიდი სავარაუდოა რომ რაღაცა დაავადება, გადაიდება თუ ვიღაცას რამე აქვს, შეიძლება მეორეს თავისუფლად გადადოს. და ეს ყველაფერი რომ გამოურიცხოთ და ჩვენი ძაღლები რომ ჯანმრთელები იყვნენ, ამის გამო ხდება შემოწმება. სანამ ბაღში მოხდება, ძაღლი გადის აგრესიაზე ტესტს. თუ არის აგრესიული, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ჯიში, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს პიტბული, სტაფორდშირული ტერიერი თუ სხვა. თუ აქვს ძაღლს აგრესია ადამიანის ან სხვა ცხოველის მიმართ, მაშინ ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ის ჩვენთან ვერ მოხდება. სახლი, სადაც არ არის, ესე ვთქვათ, ბარიერები, არ არის კარებები ჩაკეტილი, არ არის ვლიერები და არის თავისუფალი სივრცე. იდეაში იყო ის, რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი სახლის პირობები, საცხოვრებელი პირობები, სადაც ძაღლი მიხვდება და იგრძნობს, რომ ის არის სახლში სტუმრად. ემი როი წავედით სახლში? ახლა 8 საათიდან უკვე იწყება სახლში წასვლის პროცესი. ეს პროცესი ნელა ყველა ჩასხდებიან ისევ, ან კი მეორდება იგივე, ჩასხდებიან ისევ ჩვენ სამარშრუტო ტაქსში და მიემგზავრებიან სახლებში. აუბრუნდით პირდაპირ ეთერში. ეს ცოტა მე ველაპარაკე თავის ენაზე. როგორ? მე არ ვიყავი ძაღლი. მიდი. ქრისტინა, ეხა შენ. მაგრამ იმას ისე გინავს. კარგია, დღეს დიდი დრო დაუთვეთ ამ საყვარელ არსებებს და ძალიან კარგია, ხო? მე მინდა ვთქვა, რომ ესეთი ოპერატიული რეაგირება, ასე ვთქვა, არ ყოფილა არც ერთი ძაღლის შემთხვევაში. მე მგონი მართლა ქრისტინას დამსახურებული. ძალიან საყვარელია. სამწუხაროა შენი შავლის ფონზე არ ჩანს კარგად. ესეთი ეხა ბალანსის ფურცელს უგაუშვი უკან. ხელს შეეპარა, ხო, ცოტა ხანი. აი, ნახეთ როგორია. დათვია ხო, პატარა დას. მაგარი ფერია, კარგი შავი ფერია. ლომივით არის. პატარა ლომს გავს. ეს ნახე. კატუნია. უკვე ყავს რა თქმა უნდა პატრონი, რომელსაც შეხვდება ძალიან მალე. ეს ესეთი საახალწლო ზღაპარი. და მე დაწყვეტი რომ ბავშვები იქნებიან იმ ოჯახში, გადაირევიან. ეხლა ეს ამას რომ მიიყვანეს, ამოვიდა, რამე ცხოვრობს. არა, ერთად ცხოვრობენ ესენი ერთად. აი მე როგორი მოენატრა ეთყობა. ნახეთ როგორ დაბეჭდა. კარგად დადის თურმე. კი, თვისი და ერთი კვირისაა დაახლოებით. ახლა როგორ ლოკავსე, არ ჩანს სამწუხარო. მოდი, წინიდან მივა. აი წინ მიუში.
იქეთ მიდი. წამოწეკე. სახელებს რა თქმა უნდა პატრონები თვითონ დაარქმევენ. შედარი აბა. ჩვენ არა გვაქვს რა ქვია, მაგის პრეტენზია, თუმცა შეგვიძლია ფანტაზია გვაქვს ალბათ. ვაი. აი იმ შავის მეორეს დედალს, რომელიც ასევე გაშულა ქრისტო დავარქვა. დავაიმიქ. ესე იგი, ესეთი ძაღლი მეორეც არსებობს პატარა და იმასაც უკვე ყავს პატრონი. მიუხედავად იმისა, ჩვენ სტუდიაში არ მოსულა. აი, მოკლედ გავა. მოკეთ, მე მგონი კიდევ ერთი კეთილი დღე. კარგი საქმე გავაკეთეთ კიდე. შეიძლება რუგაშენი არ ფსარგისას. ხო და ერთხელაც მაშინ თუ შეიძლება გავიმეორებ, რითაც დავიწყეთ გადაცემა. 17 დეკემბერს მუხიაში დაიკარგა ძუ კურცხაარი დედალი, ძაღლს ქვია ჯენა. სანადიროთ არის როგორც პატრონი ამბობს, გამოუსადეგარი, იმიტომ რომ ასაკოვანი გახლავთ და პატრონი წესო ჩემ გარეშე დარდისგან მოკვდებაო. თუ სადმე შეხვდებით ამ ძაღლს, დაუკავშირდით შემდეგ ნომრებზე ძაღლის პატრონს 59921 0877 514 20 84 48. დღეს ესეთი კარგი დღეა, რომ მინდა ვჯეროდეს, რომ ჯენასაც იპოვიან და თავის პატრონს დაუბრუნდება. ბაჭბაჭა. ძალიან კი ერთობით, მაგრამ კიდევ ერთი კარგი დღე კონდა ნამდვილად დღეს. ხარებული ვარ. ზიანოდარ გემშვიდობებით და კარგად. კარგ დასვენებას გისურვებთ. გაშურებული ძაღლი ეხა ეხია და კარგი და ჩვენ ნოდარი გაშლება ჩვენ არა ჩვენ დავბრუნდებით სომალი ეთერში.